8 ნოემბერი საქართველოში იმედის გარეშე გათენდა. ეკრანიდან გამქრალი ლოგო ქართული დემოკრატიის სიცოცხლის თითქმის ერთადერთი შემორჩენილი ნიშნის გაქრობის სიმბოლოდ იქცა. როგორი იყო უიმედო ქართული მედია? სიუჟეტს ამ თემის შესახებ დროებაში რეკლამის შემდეგ ნახავთ. აირზენა Georgian Airways. დროება კვლავ ღია ეთერშია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქართულმა მაყურებელმა ისე როგორც არასდროს იგრძნო თუ რას ნიშნავს საინფორმაციო ვაკუუმი. რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში უამრავი რამ ხდება და ამის შესახებ არავინ არაფერს გეუბნება. როცა ინფორმაცია დეზინფორმაცია ხდება და ახალ ამბებს არა ჟურნალისტები, არამედ მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები გაცდიან. 7 ნოემბრის შემდეგ ქართული მედია მოედანი როგორც პირდაპირ ისე გადატანითი მნიშვნელობით უიმედო დარჩა, რამაც საზოგადოებაში 30 წლის წინანდელი ტოტალიტარიზმის მოგონებები გააღვიძა. ამ განცდის გაღვიძებას ხელი განსაკუთრებით ორმა დოკუმენტურმა ფილმმა შეუწყო, რომელთაგან ერთი უშუალოდ პროკურატურაში მომზადდა. დოკუმენტალისტიკის ამ ორი შედევრის მთავარ მიზანს არამარტო ჩემი აზრით ტელეიმედის მისი ხელმძღვანელობის ჟურნალისტებისა და ასევე ხელისუფლებისგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დისკრედიტაცია წარმოადგენდა. იმედის დარბევა სასწრაფოდ უნდა გაემართლებინათ. ამისთვის კი ხალხი უნდა დაერწმუნებულიყო, რომ ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია სხვა არაფერი იყო თუ არა სიცრუის ფაბრიკა, სადაც ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება მზადდებოდა. მართალია ამ დანაშაულებრივი თეორიების ხლართვაში ფილმის ავტორები ბევრჯერ თავდად ჩაიხლარდნენ, მაგრამ საზოგადოების დაზაფრვა მათ მაინც მოახერხეს. თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია. წარსული, რომელსაც იმედია მომავალი აღარასოდეს ექნება. დროების ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი არკვევდა, როგორი იყო უიმედო მედია ალბედითი 7 ნოემბრის შემდეგ. ხმაურისმის ტელევიზიაში და რაღაცა საშინელება ხდება. ჯერჯერობით ჩვენ ტელეეთერში ვართ, თუმცა სტუმრები მოვიდნენ. კარგით, დროებით გემშვიდობებით. არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება. როგორც კი სახელისუფლო პროპაგანდისტული მანქანა ქართულ მედია მოედანზე მარტო, ანუ უიმედოდ დარჩა, მაშინვე ცალკარში თამაში დაიწყო. სასწრაფოდ გამოცხვა ორი დოკუმენტური ფილმის შეთქმულების თეორიაზე. პროკურატურის მიერ მომზადებულ ფილმში პატარკაციშვილის საქმე დიქტორის გამყინავი ხმითა და გენპროკურორის მოადგილის მშვიდი კომენტარებით ქვეყანამ საუკუნის ყველაზე შემზარავი და დანაშაულებრივი შეთქმულების შესახებ შეიტყო. უფრო მეტიც, არსებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა მთელი რიგი გარემოებებისა, რომელიც ადასტურებს ვარაუდებს, რომ ბადრი პატარკაციშვილი საკუთარ ტელეკომპანია იმედს იყენებდა პირადი პოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად და საქართველოში ხელისუფლების დამხობისა და ანტიკონსტიტუციური ქმედებების სამართავ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. ასე დაიწყო ბადრი პატარკაციშვილის საქმე. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებულია 2007 წლის 7 ნოემბერს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. როგორც ირკვევა მრავალწლიანი ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის შემდეგ ეგრეთ წოდებულმა შეთქმულთა ჯგუფმა ღია მოქმედებები ტელეიმედის ღია ეთერში ინგა გრიგოლიასთან ირაკლი ოქრუაშვილის სტუმრობით დაიწყო. მე მას მივესალმები საღამომშვიდობის, როგორ ჯანდებით? იმედის ეთერში მისმა გამოსვლამ დაადასტურა, რომ გეგმამ მოქმედება დაიწყო. პრეზიდენტმა დაგიკვეთათ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია? კონკრეტულ სიტყვებს ვიძახ. ის უნდა მოვიცილოთ, როგორც მოიცილეს რაფიკ ხარიჯი. ეს გახლავთ ლიბანის პრეზიდენტი, რომელიც ააფეთქეს საკუთარ მანქანაში. ის ფული, რომელიც ბადრიამ პროკურატურისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პუბლიცისტიკის მიხედვით იმედის ღია ეთერში ოქრუაშვილის თავზარდამცემი ბრალდებები ბიზნესმენისა და შეთქმულების მთავარი ორგანიზატორის ბადრი პატარკაციშვილის მიერ იყო შეკვეთილი. 2 ნოემბერს გამართულ მიტინგზე საღამომშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს. სინამდვილეში კი თუ რის წყალობით მოხვდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი იმედის ღია ეთერში, მაშინაც და დღესაც ყველაზე კარგად ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ იცის. პრაიმ ტაიმის წამყვანს დღეს უკვე ვეღარავინ დასამებს, რომ ტელეიმედის ამ პატარკაციშვილის მიმართ რაიმე სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს.
მას შემდეგ რაც ირაკლი ოქროაშვილი გადადგა თანამდებობიდან, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში კვირაში 3-ჯერ ვურეკავდი, ან მესიჯს ვუგზავნიდი და ვემუდარებოდი, რომ მოეცა ჩემთვის ინტერვიუ, იმიტომ რომ ეხა ჟურნალისტები ვარ და ყველა ვიცით, რომ თუ ვინმეს ამ ქვეყანაში რაიმე ინტერვიუ დააინტერესებდა, ეს იქნებოდა სწორედ ირაკლი ოქროაშვილის ინტერვიუ, რომელიც ეს სკანდალურად წავიდა თანამდებობიდან. ის იყო შეპირებული, რომ თუ კი როდესმე გავაკეთებ ამ ინტერვიუს, აუცილებლად მოგცემ ექსკლუზივ შენ. ეს იყო ინგა გრიგოლიას მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინტერვიუ. არანაირი დაკვეთა, არასოდეს არ მივიღებ არანაირ ბრალდებას იმის შესახებ, რომ მე ვიღაცამ დამიკვეთა. საზოგადოებრივ მაუწყებელში მომზადებული დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით ნოემბრიდან ნოემბრამდე გვაუწყებს, რომ ქვეყნის მოღალატეთა მთავარი იარაღი ტელეკომპანია იმედი ყოფილა. ოპოზიციის უმეტესი ნაწილი და მთელი სახალხო მღელვარება კი რუსეთიდან მართული. რაც თავარია ინფორმაცია ამის შესახებ ქართულ კონტრდაზვერვას არც მეტი არც ნაკლები უცხოელმა მოკავშირეებმა მიაწოდეს. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში შეიძლება ოდნავ უფრო მეტი დროიდან საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც მან მიიღო დასავლელი მოკავშირეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან რუსეთის გეგმების შესახებ, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში. ხელისუფლების ყველანაირი გზით შეცვლა, ნებისმიერი გზით შეცვლა, ნატოს და საქართველოს დაახლოების არ დაშვება და აფხაზეთის სიტუაციის მოუგვარებლობა. ტელეკომპანია იმედოდ მოსახლეობას მოუწოდებს გამოსვლებში აქტიური მონაწილეობისაკენ. გამოსვლების კულმინაცია დაგეგმილია ნოემბერში. როცა ეს განცხადებები ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო ტელევიზიებით გადაიცემოდა, ქვეყანაში ბევრმა არ იცოდა თუ როგორ აფასებდნენ რეალურად ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები საქართველოში ნოემბრის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს. გვთავაზობთ ამონარიდებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის შონ მაკკორმაკისა და ევროპარლამენტის განცხადებებიდან. ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც მთავრობის სხვადასხვა ქმედებების წინააღმდეგაა მიმართული. ბუნებრივია ჩვენ მხარს უჭერთ ადამიანთა უფლებას მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი ნებისმიერ ადგილას. ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით იმის შესახებ, თითქოს საქართველოში მიმდინარე მოვლენების უკან უცხოური ძალები დგანან. სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ჰქონდა სარწმუნო ინფორმაცია, თითქოს წლის ბოლოს სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. თუმცა ამ განცხადების დამადასტურებელი საბუთი მას არ წარმოუდგენია. ევროკავშირის შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის ბრალდებებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს ბრალდებები ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად უნდა დადასტურდეს. რამდენიმე დღეში გამოძალვის ოქროაშვილის სასწრაფო დაპატიმრების, მისი აღიარებითი ჩვენებისა და გერმანიაში გამგზავრების შემდეგ ბატონი გვარამია იმედში დაეგმილი შეთქმულების ახალ გეგმებზე გვიამბობს. ჩვენი მაღალი ხარისხის ვარაუდით კონკრეტული საქმის შესრულებისთვის, კერძოდ იმედში განცხადების გაკეთებისთვის და მომიტინგეებისთვის კონკრეტული მოწოდებისთვის მიიღო თანხა 500,000 ევროს ოდენობით ბადრი პატარკაჩვილის. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ღია ეთერში უკვე მეორედ მიუნხენიდან ჩართვის შესახებაც ყველაზე მეტი კვლავ ინგა გრიგოლიამ იცის. მეორედ როდესაც შედგა ღია ეთერი ირაკლი ოქროაშვილის ეკახოფერიასთან, მე მახსოვს გადიოდა დროება, კვირა იყო და ჩვენ ყველანი ვიყავით საეთეროში გიორგის გადაცემის დროს. ამ დროს ირაკლი მომწერა მესიჯი, იმიტომ რომ ის უკვე იყო გერმანიაში და მითხრა, რომ აპირებდა რომ გამოსულიყო პირდაპირ ეთერში და ვთქვათ მე ამ შემთხვევაში ვიქნებოდი თუ არა გადაცემის წამყვანი ამაზე თანახმა. მე ვუთხარი რომ სიამოვნებით, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ მართლა ძალიან საინტერესოა, როცა შენ ესეთი სკანდალური რესპონდენტი ყავს და რაღაც სკანდალური ინტერვიუს აკეთებ, ვისაც არ უნდა მოწონდეს, ეს მე არ მადარდებს. მოწონს ვინმეს თუ არა, მე ვარ ჟურნალისტი. უბრალოდ ვუთხარი რომ მე ორშაბათს არ ვარ ეთერში, ეთერში არის ეკახოფერია. დოკუმენტალისტიკის შედევრის სახელწოდებით ნოემბრიდან ნოემბრამდე ავტორებმა საგანგებო მდგომარეობის დღეებში გვამცნეს, რომ 2 ნოემბერს სიცრუის ფაბრიკამ, ანუ ტელეიმედმა და მისმა მესვეურებმა, ანუ შულავერის კომიტეტის წევრებმა ხელისუფლების დასამხობად გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყეს. რაც იმაში გამოიხატა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მთავარ მოვლენას, მრავალათასიან საპროტესტო აქციებს ტელეეთერშიც მთავარი ადგილი დაეთმო.
მეტი სიმძაფრისთვის კი ფილმის ავტორებმა მიტინგის ორგანიზატორთა მიერ 7 ნოემბერს გამოთქმული მოსაზრებები ტელეიმედის მოწოდებებად მონათლეს. წინასწარ დაგეგმილი სტრატეგიის მიხედვით ტელეიმედმა მიუხედავად იმისა, რომ დილის 8 ნახევარზე მოძრაობის გახსნისას არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა, 9 აპრილის ანალოგიებით მანიპულირება დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ერს მოუწყო 9 აპრილის 7 ნოემბერს. დარბევის ხარისხის სიმაღლე გავდა 9 აპრილს. ის რომ ხელისუფლება 7 ნოემბრის საღამოს ტელეიმედის დარბევას გეგმავდა, ბევრმა დილიდან იცოდა. საჭირო იყო მხოლოდ საბაბი. ასეთი საბაბი ხელისუფლებას არავინ მისცა. მაშინ გადაწდა, რომ საბაბად სამების საკათედრო ტაძრიდან განხორციელებული პირდაპირი ჩართვა დაესახელებინათ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები უკვე სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიზრენ. მიუხედავად იმისა, რომ სულ აქ რამდენიმე ასეული მოქალაქე იყო დარჩენილი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში სალოცავად ამოვიდა, ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე სამების საკათედრო ტაძარს მოაწყდა ხალხი. ხალხის რაოდენობა აქ წუთს მატულობს. რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდებს ჰქონდათ წრეშეკრული, კითხულობდნენ მამაო ჩვენოს. ქვემოდან ქუჩიდან ამოსული ადამიანები ამბობდნენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები კვლავ ისვრიან რეზინის ტყვებს. ნამდვილად როგორც კი სამების საკათედრო ტაძრის ეზოს გაცდებით გაზის სუნის შემოსადენი გაზის სუნი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოიყენეს როგორც რუსთაველის პროსპექტზე, ასევე რიყეზე. ჯერჯერობით ინფორმაცია იმის შესახებ აპირებენ თუ არა ნამდვილად ამოსვლა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, პოლიციის თანხლებით სამების ტაძრის ეზოში. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ გვაქვს. ჩვენ თუ რამე მასალა მოვიპოვეთ ამის შესახებ, ან თუ ნახეთ კადრები, როდესაც უკვე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოდიან ტაძრისკენ, ამას მაყურებელს აუცილებლად შევთავაზებთ, თუმცა ქუჩიდან ამოსული ადამიანები პანიკაში არიან, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, როგორც ისინი ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობა და აქციის მონაწილეები, რომლებიც თავის სამების საკათედრო ტაძრის ეზოს შეაფარეს, აქაც დაარბიან. ძალიან დიდი მადლობა ნათია მიქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძარს დარბეულ მომიტინგეთა ნაწილმა შეაფარა თავი, თუმცა როგორც ჩანს, მათთვის არც იქ ყოფნა არის უსაფრთხოად განვრცელდება ცნობა, რომ სამებისაკენ სპეცდანიშნულების რაზმი დაიძრა. ამ ინფორმაციის გადამოწმებას ჩვენ ახლა ავტორებმა როგორც ჩანს საჭიროდ აღარ ჩათვალეს თავიანთ ფილმში სოფო მოზიძისთვის ფრაზა დაესრულებინათ და ასევე ზედმეტად მიიჩნიეს იმ ინტერვიუების ჩვენება, რომელიც ნათია მიქიაშვილმა სამების საკათედრო ტაძართან ჩაწერა და რომელზე დაყრდნობითაც გამოთქვამდა ის თავის ვარაუდებს. თალები არ დაგვინდეს, არ დაგვინდეს, არ დაგვინდეს. ახლა მოდის ვინმე. ამ წუთში ამოდის პატული ჟარი. ეხლა მაგდან მოდივართ ეხლა. ნუ ჩახვალ თქვენით რა. სამების საკათედრო ტაძარს დარბეულ მომიტინგეთა ნაწილმა შეაფარა თავი, თუმცა როგორც ჩანს, მათთვის არც იქ ყოფნა არის უსაფრთხოად განვრცელდება ცნობა, რომ სამებისაკენ სპეცდანიშნულების რაზმი დაიძრა. ამ ინფორმაციის გადამოწმებას ჩვენ ახლა ვცდილობთ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მთავარია დაგადანაშაულონ და თავის მართლების სიტუაციაში ჩაგაყენონ. შემდეგ კი პასუხის გაცემის საშუალებაც აღარ დაგიტოვონ. როგორც ახლა გვაცნობებენ, ტელეკომპანია იმედთან უკვე სპეცრაზმის ძალებია მობილიზებული, ისინი უკვე შემოიჭრნენ ტელეკომპანია იმედში. კიდევ ერთი მიზეზი, რითაც ხელისუფლებამ იმედის დარბევის გამართლებასა და ბადრი პატარკაცშვილის განცხადება გახდა, რომელიც იმედის ეთერში ზუსტად 18 საათსა და 28 წუთზე გადაიცა. ოდნავ მოგვიანებით იგივე განცხადება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანიამ ზემაც გადასცეს. სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი განწირულია, მე ისევე როგორც მილიონობით ქართველი უკანასკნელ წამამდე გულუბრილოდ ფიქრობდი, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავდა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. დარბევითა და ლიცენზიაზე ყადაღის დადებით რატომღაც მხოლოდ იმედი დაისაჯა. თან ისეთი ოპერატიულობით, რომ სამართალდამცავებმა ისიც კი ვერ მოასწრეს, რომ ბრალდებები იურიდიულად მაინც გაემართათ. აქ არის მითითებული დრო, როდის ჩატარდა შემოწმება. ესე იგი 2017 საათს და 40 წუთზე, ესე იგი 6:20 აკლდა. მაშინ დაფიქსირდა კომისიის მიერ, რომ შპს ტელეკომპანია იმედმა რამოდენიმეჯერ გადასცა თავის ეთერში არკადი ბადრი პატარკათიშვილის მიმართვა. სინამდვილეში როდის გადაიცა? სინამდვილეში აღნიშნული განცხადება ეთერში გადაიცა 7:28 წუთზე. ეს დაახლოებით აქტის ჩატარებიდან, შემოწმების აქტის შედგენიდან სადღაც 40 წუთის მეტი
სადღაც 40 წუთზე მეტი ხნის დროის შემდეგ. დოკუმენტური ფილმის ნოემბრიდან ნოემბრამდე დასვით ნაწილში, იქ სადაც იმედის დარბევა უნდა გაემართლებინათ, ავტორებმა სხვა რომ ვერაფერი იპოვეს, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამღობისკენ მოწოდება გიორგი თარგამაძის ერთ ამოსულ თქვაშიც კი დაინახეს. იმედის მაუწყებლობა შეწყდა. ბოლო წუთებამდე ტელეკომპანია მასობრივი არეულობის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ასეთი მეთოდებით პროკურატურა და სახელისუფლებო ტელესადგურები საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ სრულ საინფორმაციო ვაკუუმს დაუღალავად ავსებდნენ. თუმცა ეს იდილია 9 დღეში დასრულდა. პატარა, მაგრამ დამოუკიდებელმა ტელეკომპანია კავკასიამ ყანაში ტენდენციურობით გაჟღენთილი ჰაერის ბოლომდე გაწმენდა თუ არა თბილისის მასშტაბით განიავება მაინც შეძლო. მისი უცვლელი სახე დავით აკუბარდია 2 კვირის განმავლობაში სტუდიიდან პრაქტიკულად არ გამოსულა. დილას ადრე გაზეთებს კითხულობდი, მეტნაკლებად საქმის გულში ვიყავი რა ხდებოდა და საღამოს ვიწვევდი სტუმრებს დამერწმუნეთ გულწრფელად გეუბნებით 7 საათიდან 11-მდე 12-მდე გზდებოდა აქ ჩვენთან ეს ტოქ-შოუ ვისვენებდი აქ მართლა ვისვენებდი სამუშაო რეჟიმი ეს იყო ძირითადში დაახლოებით 10-ჯერ 20-ჯერ გაიზარდა SMS-ების რაოდენობა აი ჩვენ როგორც კი გავედით ეთერში ეს იყო ერთი კვირის თავზე იყო დაახლოებით 1500 თუ 2000 SMS-ი მოვიდა საათნახევარში. საერთოდ თეორიულად საათში გადის 160-200 SMS-ი მაქსიმუმ. იმდენი მოვიდა, რომ მეორე დღისთვის ვიფიქრეთ, რომ გავუშვათ. ამით მივხვდით, რომ ძალიან ბევრი გვიყურებდა. კავკასიის რეიტინგი 4-ჯერ გაიზარდა. ამაზე მეტყველებს ამდენჯერვე გაზრდილი რეკლამა მის ეთერში. თუმცა ამ შედეგებს ყველაზე კარგად მაინც სოციოლოგები, კერძოდ კი სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის კომპანია AGB-ის სპეციალისტები თვლიან. ტელეკომპანია კავკასიას ჰქონდა თავისი პატარა ნიშა, სადაც დაახლოებით აი ამ ნიშაში მას ჰქონდა სტაბილური რეიტინგი. მე შეგვიძლია ვნახოთ განსხვავება, რაც მოხდა საგანგებო მდგომარეობის შემდეგ. ეს არის ის პერიოდი, როდესაც გათიშული იყო ტელეკომპანია კავკასია საგანგებო ვითარების დროს და ვნახავთ რადიკალური ცვლილება სურათის მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ჩაირთო საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ. ანუ რეიტინგები გაიზარდა საშუალოდ 4-ჯერ. ზოგან 5-ჯერაც კი შეიძლება ითქვას დარწმუნებით, რომ ტელეკომპანია კავკასიამ გაუწია პირდაპირი კონკურენცია ტელეკომპანიამ მზეს და პირველ საზოგადოებრივ მაუწყებელს. აი ამ სრულიად დამსახურებული წარმატებით პატარა და უფულო ტელეკომპანია კავკასიამ ყველას დაუნდკიცა, რომ ობიექტურობა და სიმართლე 100-ჯერ უფრო რეიტინგულია, ვიდრე მსხვილი ბიუჯეტიანი და მძლავრ ტექნიკიანი ტენდენციურობა. ეს კვლევები მოწმობს, რომ ხელისუფლებამ მიუხედავად დიდი მცდელობისა, უიმედოდ დარჩენილ მედია მოედანზე ცალკარში თამაში მაინც ვერ მოახერხა.